სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა, ძალიან პრაქტიკულია და ეს მიუთითებს თუ როგორ შეიცვალა და ქრისტიანობა როგორ შეცვალა არა მარტო ანგლო-საქსური მსოფლმხედველობა, არამედ დასავლეთში მოდი ვთქვათ და უფრო ჩრდილო ევროპაში, სადაც კი ბიბლიის სწორი ინტერპრეტაცია მოხდა. ქალის უფლებები, ქალთან დამოკიდებულება, ეს პირდაპირ ბიბლიიდან არის და არასწორია, როცა მაგალითად ერთი მხარე იყენებს ძალიან პატრიარქალურად თავიანთ უფლებებს და მეორე ფემინიზმმა რომ მიაღწია ესეთ კულმინაციას, რაც დღეს აგვაქვს. არდა არის ოქროს ხაზი გასავლები და ეს კითხვაც ალბათ და ეს პასუხიც შესანიშნავია ჩვენი მსმენელებისათვის. ჯონ მაკარტური ახსენებს აუდიტორიას, რომ ჩვენ მე მგონი ვეღარ შევძლებთ გავაგრძელოთ დიდხანს, კიდევ სამი კითხვისთვის ჩვევა დრო, იმიტომ რომ დროში ვიწვევით და გთხოვთ აგერ მარჯვენა შუაში. და ქალბატონი სვავს კითხვას. ქალმა, რომელსაც მე ვიცნობ, მელაპარაკა ერთი სიტუაციის შესახებ. როდესაც მან გაკიცხა მამაკაცი. ხოლო ბიბლიის ჯგუფის შესწავლის ხელმძღვანელმა მას უთხრა, რომ ეს შეუსაბამო იყო. ახლა მე ფიქრობ მათეს მე-18 თავში, როცა ვიხედები, რომ იქ სქესი არ არის მითითებული. მე მინდა ვიცოდე, მართებულია რომ ქალმა მამაკაცი გაკიცხოს? და არის თუ არა მართებული ცოლის მხრიდან ქმრისადმი საყვედური. ესე დავასათაურე, მეც ორივე შევიტანე, როგორც ქალი, ასევე მეუღლეც. და ჯონი მაკარტური პასუხობს. მე ვფიქრობ, რომ ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრმა ქალმა მიხთრა მე საყვედური გამომიცხადა. თქვენ გინდათ იცოდეთ სიმართლე? მე მადლობას უხდი ღმერთს ამისათვის. მე ვფიქრობ, რომ არსებობს გზა, ადგილი, დრო და სწორი, როდესაც ქალს შეუძლია რომ ესეთი რამე გააკეთოს. დიახაც ძალიან მისაღებია და ბიბლიაც ამას გვეუბნება. მე არ ვფიქრობ, რომ ქორწინება არის ისეთი გარიგება, სადაც ქალები ვერ ეტყვიან საყვედურს თავიანთ ქვრებს. როცა საჭიროა ამის გაკეთება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან შესანიშნავი გარემო ამისათვის, როცა ქორწინებაში ხარ და ისედაც სხვადასხვა სიტუაციებში, როცა ქალს შეუძლია ქმარს ან მამაკაცს მისცე შენიშვნა. სხვანაირად როგორ შეძლებს მეუღლე იყოს სრულყოფილი დამხმარე, მეწყვილე. იცით ხო, შემწედ გააჩინა ევა ადამისადმი. როგორ მოხდება შემწეობა, თუ მას არ ექნება საშუალება, რომ მიუთითოს მეუღლეს, როცა ის ცდება და როცა ის არასწორ გზაზე არის. თუ დახმარება ჭირდება და დახმარების ეს ფორმაა. ეხლა გავიგონე, რომ ძალიან ბევრი ქალები უკრავდით ტაშს ამ ჩემს ნათქვამზე და ნაკლები ხო მამაკაცების ტაშის დაკვრა. ხედავთ? ეს არანაირად გადაჭარბებული. უბრალოდ საჭიროა სიყვარულით, რომ ქმარმაც გაკიცხოს ცოლი სიყვარულით და ასევე ცოლმაც სიყვარულით გააკეთოს ეს. და ვიმეორებ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იცით, მე და ჩემი მეუღლე პატრიცია ახალხამ საუბრობთ იმაზე, რომ ღმერთმა ერთმანეთისთვის გაგვაჩინა და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთ დაგვაკავშირა, არის ის, რომ ჩვენ ვართ ძალა ერთმანეთის სისუსტის შემწეობისთვის. როცა ის არის სუსტი, მე ვაძლიერებ, როცა მე ვარ სუსტი, ის მაძლიერებს. და მე მესმის მისგან ის, რისი მოსმენას მე მჭირდება. და იმედი მაქვს, რომ ისიც მოისმენს დრო და დრო იმას, რაც მას ჭირდება. და მე არასოდეს არ ვისურვებდი რაიმე განსხვავებულ სხვა ურთიერთობას. მართალია ზოგჯერ არ მსურს გავიგო ის, რისი მოსმენაც უნდა მომესმინა, მაგრამ არსებობს აზრი, როდესაც დაქორწინების სწორ ადამიანზე და შენ ცხოვრებაში ყავს სულიერად მოწიფული ქალი,
რომელსაც შეუძლია სიყვარულში გაუმკლავდეს ასეთ სიტუაციებს და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც სწორია, რომელსაც ღმერთი გამოუცხადებს. კაცმა ქალის მეშვეობით უნდა მიიღოს ეს წინადადება. თუ ეს გაკეთება ვიმეორებ სწორად, სწორ ადგილზე, სწორ დროს და სწორი სულისკვეთებით. გასაგებია? დიახ, მადლობთ ჩვენ, გასაგებია.